ლამაზებს სალამი მახინჯეს პლასტიკური ოპერაცია. დღეს შემოგთავაზებს ცივილიზაცია 5-ის გეიმპლეის პირველ ნაწილს. რა თქმა უნდა. მოდით შევუდგეთ საქმეს. ჯერ პირველ რიგში ავირჩიოთ ლიდერი. ავირჩიოთ ლიდერი და ვაწვევთ single plays და setup game. აქ შეგვიძლია ავირჩიოთ რუკის ზომა. ეხლა მოდით ყველაზე დიდი ავირჩიოთ, უფრო სახალისო იქნება, მოთამაშეების რაოდენობა დიდი და ძნელი იყოს, ცოტა სირთულე იყოს პრინციპი. პრინციპი მე ისეთი ძლიერი ვარო. დეითი ავირჩიოთ მე. ეხლა ავირჩიოთ ლიდერი. მოდი ეს ყველა ვარიანტში გამოვიცხოთ, იმიტომ რომ ეს რას აგავს ხა? არ გვინდა ხა ესეთი კონგრესმენი ნამდვილად არ გვინდა. ალექსანდრე მაკედონელი, კარგი ვარიანტია, დამეთახმებით ალბათ. აუცილებლად, მაგრამ მაინც გადავხევოთ ბოლომდე. ხო. ეს 100 თუ რაღაცა, ეს არ თან ალექსანდრე მაკედონელის აქ უპირატესობა რომ ქალაქებთან უფრო მეტი ქალაქები არა ის. უფრო მეტი ის აქვს რა. ქალაქებთან უფრო მეტი გავლენა, ქალაქებზე უფრო მეტი გავლენა აქვს. მაგრამ ბოლომდე ვნახოთ რა. გავლენა არა ის. მოდი ავირჩიოთ ყველაზე მაგარი არის ატილა. ყოველს ყრობელი, აბარა, მიდი. ყველაფერს იპყრობს და არ ამიყურებს. Start game დავაწვევით, აი. Start. და. ეხლა სულ დიდი ხანი უნდა ამის ჩადო. აი დავიწყო თამაში, ეხლა განახლდა, ჩაიტვირთ აი ეს მიყრა რაღაცა. პირველ რიგში ქალაქი უნდა ავაშენოთ. კარგად გზზე მოხდეთ, იმიტომ რომ უკვე ancient ruin-ი, ანუ უძველეს ნაკრძალი ჩვენს გვერდით არის და ჩვენ ტერიტორიაში შევა. ანუ პირველ რიგში დავაარსოთ თან მანერული ხატა. ეს განვავითაროთ ეს ჯარი? ჩვენ რაღაც ჩვენ უკვე ეს კედლის მგრეველები გვყავს. ეს უკვე ძალიან დიდი პროგრესი. ძალიან მაგარია ხა ეს. მუშები და კედლის მგრეველი. თან რაც თავარია, ბევრი ღორები გყავს. ასე რომ შეგვიძლია რომ ეკონომიკოსაც განვითარდეთ რა. აბარა ღორები თუ არ იქნა სახელმწიფოში, ის სახელმწიფო არაფერი არ ყოფილა. ეხლა აქ ნექსტუს როაწვევთ, უნდა ჩაიტვით ეხლა ყველა ქვეყანაში. ხო, თავისი ჯერებია და რაც უფრო განვითარდები და ბევრ ქვეყანაში ხვდები, მით უფრო დიდი ხანია მოგიწევს ეს დალოდება და ეს უკან ეროდის შრედია. ცოტათი არა, კარგად. აი ახლა დავარსოთ ქალაქში. ეხლა დაარსდება მე-20 ლეველიანი ქალაქი არ ვარ უკვე. აი ატილას კორტი. ეხლა აქედან ავირჩიოთ პროდუქცია. ავი მირჩევენ რომ მონუმენტი გავაკეთოთო, ავაკეთოთ მონუმენტი. ეს უფრო უწყობს ქალაქს ხელს რომ მე მალ-მალე გამოიმუშავოს პროდუქცია. ეხლა უკვე ტექნოლოგიებსაც მივხვდება. აბარა პოტერი ავირჩიოთ. ძალიან მაგრამ ჩემმა მეგობარმა გადაწყვიტა რომ აგვერჩია ფოთოლო. იყოს პოტერი, იყოს. აი ნახეთ რამხელა რუკა. ჩვენ მალე მოგდებს კაუტების გამოყვანა რომ გავხსნათ ეს ტერიტორია. აი მოვიდა ჩვენი ჯერი დიდი ლოდინის შემდეგ. მიდი ახლა დავსწრებო. ამ თამაში ბევრი ახალი ინოვაციაა შემოტანილი, მაგალითად ეს რომ აი აქ თუ ნახავთ, აი აქ არის რეკრეაციული, ანუ რაც ტურისტები რა, ტურისტების მოვიდა. მოდი ახლა ჩვენი ჯერი. ტურისტები და კიდევ ასევე არის ძლივ ჩვენი ჯერი მოვიდა დავაწვევთ next-ს. რელიგია წინა თამაშიდან, რომელიც Gods and Kings და შემორჩენილია და ასევე დამატებულია მსოფლიო კონგრესი და სავაჭრო გზები. ეს ძალიან კარგი არის და უფრო კარგს ხდის თამაშს. მოდით ახლა გავხსნათ ჩვენს ქვეყანასთან მიმდებარე ტერიტორიები. დავაწვევთ. ამ კედლის მგრეველებს, აბა სხვა არაფერი არ აქვს, მუშები იყვნენ და კედლის მგრეველებს გადაიქცნენ. წავიდეთ, მაინც ჩემბედი რა თქმა უნდა მაიცნები. აი ახლა როგორც ხედავთ, უკვე შევხვდით ერთ-ერთ ქალაქს და ახლა ქალაქის საზღვარი ვნახეთ და აქვე ჩვენთან ჩვენ ქვეყნის ახლოს არის ოქრო, როგორც ხედავთ, აი აქ გახლავთ ოქრო, ხოლო აქ არის ქვა, რაც უფრო შემდეგ ჯერზე უფრო ახლოს მივარ და შეხვდებით ამ ქალაქს. მიდი დააწექი next-ს. ვაუ, კაია მოვიდა ჩვენი ჯერი, ვაუ. ჩვენი ჯერი წაღანი იყო ეს ხონდა. ერთი ეს აქვს რა ნერვებს მოწევ. რამდენი ხანი უნდა ლოდინი რა. ახლა იმათ საზღვარში შევიდეთ, დაგვიწყებენ ომს. არა, ომს არა, ჯერ პატარა ქალაქები არის. აი უკვე შევხვდით, ეს პრაღა არის, ძალიან საინტერესოა. შაქარი აქვს და ამ თამაში შეგიძლია ქალაქთან
დაამყარო ასევე როგორც კარგი ურთიერთობა, ასევე ცუდი ურთიერთობა. შეგიძლია შენ მოკავშირედ გაიხადო, ან კიდე შენ მტრად. ეხლა მე შემიძლია გავიხადო უცაბედად მტრად. ეხლა დავადგები და დავანგრევ ბოლომდე. ასევე შეგიძლია აჩუქო ფული ან რამე ჯარის ნაწილი და უფრო კარგი ურთიერთობა ექნება მასთან. კაი ურთიერთობა თუ არ მექნება ხა პრაღასთან სახელმწიფო ვერ იარსებებს ჩემი რა. ეხლა რა ვქნათ სანამ ჩვენი დიდება ჩვენი ჯერი მოსულა აი რა კაია. აი კიდე ჩვენი ჯერია წავიყვანოთ სადაც. ეხლა შემილა შეუტიო. არა ცოდვად ესენი სობები არიან აფეთქებიან სხვა ჯარი ჩვენ არ ვიყავთ. ცოტა ხანი ვყავდეს მე ჯარს მოვოგროვებ მე განახებთ რა არის ნაღდი შეტევა. ჩემი მეგობარი ცნობილი ესა შეტევები და მან ატილიათი დაიბრუნ მთელი სოფლო თითქმის და ამ თამაშს მოუწევს უმეტეს. ეხლა აბა კიდე სანამ ჩვენი ჯერი მოვა გადავხედოთ სანამ მონუმენტი აშენდება იქ უნდა მოვიცავოს ხო ეხლა როგორც თამაშმა შეგვატყობინა ამ ჯერი მოვიდა ადოლფ პოლისის ეს ადოლფ პოლისი არის განვითარება სხვა კულტურის ჯარის აი დალშე რაღაცეების აი ადოლფ პოლისი აი გვიდეს ყველა მაჩვენებელი ეს არის 23-მდე თუ მიაღწევს ეს ზღვარი მერე ამოვიდეს ადოლფ პოლისი ახლა შევიდეთ ადოლფ პოლისში და განვავითაროთ ეგრევე ლაბავი მეომრები ჩვენ ვიყვარს მეომარი ხალხი ვართ და განვავითაროთ მეომრები აი აქ არის მაჩვენებლები ყოველ ჯერზე ეს არის რამდენი ოქრო გემატება ყოველ ჯერზე ეს შეიძლება იყოს დადებითი და ასე უარყოფითი თუ უარყოფითი ეგ ეკონომიკა ძალიან ცუდ დღეში გაქვს რა გაზამული მდგომარეობა სახელმწიფო აბა რა და თუ ეს არის უკვე ხალხის მოსახლეობის განწყობა შენი პოლიტიკის მიმართ რაც უფრო მეტი გექნება ანუ ესეთი ოქრო და რაღაც ხალხის გამოსადეგი ნივთები უფრო მეტი გახარებული ხალხი იქნება ქვეყანაში ეხლა მე როგორც ხედავთ გამოიყვანეს სკაუტები ამ სკაუტებით მე შემიძლია გავხსნა ეს უფრო სწრაფად შემიძლია დაბრული ტერიტორიები გავხსნა და აღმოვაჩინო ჩემი ბიზნეს პარტნიორები ეს კიდე დაბოდიალოს სტადის და ვერცერთი ქვეყანა ვერ აღმოვაჩენინე აი ეხლა შეხვდით პორტუგალიის დედოფალს oh my god ამ ხილაკის საშუალებით შეგვიძლია ომი გამოუცხაოთ და გადაუაროთ პორტუგალიას ეს არ გაგუჭირდება სიმართლე რომ გითხრათ ეს არის რაღაცეების გაცვლა მაგრამ ჯერ ისე არ ვართ განვითარებული რამე გავუცვალოთ იმიტომ არაფერიც არ გვაქვს ჯერჯერობით ესა რაღაც გაჭრეული სახელმწიფოა აქ შეიძლება რაღაც მოთხოვნა მაგალითად რომ ომი გამოუცხაოს ვინმეს ზავი დაუდოს ან რაღაც ესეთი რაღაცეები აქ რაღაცეებზე ჭობა მიდი შევარცუნოთ ჯერ არ გვინდა შეიძლება შეარცხვინოს ეს არის გუდბა იგივე პაშოკ ჩორტო დაუწოთ პაშოკ ჩორტოს thank you ეხა 100 არჩევი გვაქვს პროდუქცია ქვეყანაში მოდი რა ვიცი ხარ ესენი არის რეკომენდირებული რაღაცეები მოდი ჩემო მეგობარმა გვიჩა რომ აგვერჩია ეს კაგუშე გრანადარი და ეს არის რეკომენდაცია ანუ საგარეო საქმეთა მინისტრის ხო ანუ გიჩვენოს რომ ეს გააშენო მე სიმართლე გითხრათ არ მოწონს ეს რჩევები იმიტომ რომ მე ჩემაზრს ბოლომდე დავიჭერ ამას ომის მეტი არაფერი არ აინტერესებს მოდი ამით დაგამშვიდობებით სიმართლე გითხრათ ძალიან დავიღალე და უკვე აღარ შემიდია ადამიანი ვარ მეც ხო შევხვდებით მეორე ნაწილში goodbye